მოვატოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერ სტუდიაში მუშაობთ მე კატა და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერიძე და დღეს ისე მოხდა რომ ვიფიქრე კარგი მარჩიელისადმი ხომ არ მომეძებნა რომ მომავალი წინასწარმეტყველებინა ჩემთვის და მომეყვანა სტუდიაში ან ხარ მომეძებნა ვინმე ისეთი თავშოთ აი ბრიჯიტ ბარდო როგორც ამბობდა რომ სამყარო ძალიან პატარაა და ჩვენი ერთ დღეს ჩვენ ყველანი საწოლში შევხვდებით ერთმანეთს თუმცა ანკალ შეეძლო თავისთვის ამის უფლების თქმა მიეძენდეთ კარგად გამოიყურებოდა და ეგოიზმიც იქნებოდა მისი მხრიდან რომ ასე არ ეთქვა მაგრამ რაღაც მისი ისეთი არც ისე წარმატებული მიმდევარი ხარ მომეძებნა ვინმე ან რაღაცა მსგავსი მაგრამ მე საბოლოოდ მივხვდი რომ არსებობს კიდევ ერთი ესეთი ძალიან კარგი რამ, რასაც გვია მეცნიერება და გამომდინარე იქნებ მეტის მეტად ესეთი მითოლოგიური ხდება თანდათან ჩვენი აზროვნება და გვავიწყდება რომ არის ძალიან კარგი კიდევ ერთხელ გამიმერებ მეცნიერება და თან ეს ზუსტი მეცნიერება ამ შემთხვევაში რომელშიც მე ყოველთვის ძალიან მოვიკოჭლებდი მათემატიკა და ბიჭი რომელმაც 20 წლის 17 წლის იყო უბრალოდ ის როცა მან 15 წლის ამ გაიცნო მათემატიკა 17 წლის ამ უკვე საოცრებები აკეთა მათი მეცნიერებაში მაგრამ საოცრებები აკეთა თავისი გონების ხარჯზე და არა იმის ხარჯზე რომ აიქნებდა ჯადოსნურ ჯოხს და იტყო და ოლალალალა მოკლედ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთი ძალიან ჭკვიანი ბიჭის შესახებ ევარისტ გალუას შესახებ რომლის შესახებაც ძალიან უყვართ იმ ლეგენდის მოყოლა რომ თითქოს და მან დუელის წინა საღამოს შექმნა ეს თავისი ცნობილი ნაშრომი და მისი ნაშრომების გვერდების საერთო რაოდენობა როგორც საქმეს ჯახეთული ხალხი წერს 60 ხელნაწერ გვერდს არ აღემატება მას ძალიან არ უყვარდა ისეთ ვრცლად წერა რაშიც ძალიან ხშირად საყვედურობდნენ და როგორც ჩანს მართალნიც ყოფილან ანუ საქმეს ჯახეთული ხალხი ამბობს ისე იმიტომ რომ აუცილებელი იყო გარკვეული განმარტებები მას დაემატებინა მეტი ნათელი მოეფინა თავისი ნაშრომებისათვის და თავისი მოსაზრებებისათვის, მაგრამ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში მაინც გალუას გამომდინარე იქიდან რომ უაღრესად არაორდინალური ნიჭი ჰქონდა ამ შემთხვევაში სწორედ ისე მოხდა რომ მისი ნიჭიერება და ლაკონიურობა განუყრელი დები იყვნენ და ეს ძალიან უყვარდა ამის თქმა რომ ესე თითქოს და ეს შექმნა მართლა ეს მისი ნაშრომები მოდით ჯერ აღნიშნოთ რა დამსახურებები აქვს ამ ბატონს ნაწილობრივ მაინც მისი ნაშრომი დაედო საფუძვლად აბსტრაქტული ალგებრის ორ მთავარ განშტოებას გალუას თეორიას და ჯგუფთა თეორიას და მან გადაჭრა 300 წლის მანძილზე გადაუჭრელი საკითხი გადაჭრა საკითხი იმასთან დაკავშირებით მან გადაჭრა ის საკითხი რომელზეც ზოგი მეცნიერი ამბობდა რომ საერთოდაც გადაუჭრელი იყო ალგებრულ განტოლებათა რადიკალებში ამოხსნადობა ეს საკითხი გადაჭრა და მოაგვარა და ამ საკითხზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც მოაგვარა და საერთოდაც გასცდა მისი ეს რაც მის ნაშრომებში იყო ჩადებული ეს ყველაფერი გასცდა ამ მხოლოდ განტოლებების ამბავს ასე რომ გარდა ამისა ეს ნაშრომი რომელზეც საუბარია რომ მან ის თითქოს და ერთ ღამეში დაწერა და აქაც რაღაც სასწავლების მოლოდინია და უგულებელყოფა იმისა რომ მესიე გალუამ ამდენი იშრომა იმისათვის რომ ეს ყველაფერი ამოეხსნა და უბრალოდ საქმე ის არის რომ როგორც ჩანს ყველაზე დამეჯერებელი არის ეს იმიტომ რომ ეს ნაშრომი მანამდე 1 წლის ადრე წაიკითხა მან აკადემიაში უბრალოდ ამ ნაშრომში მან შეიტანა შესწორებები და ის წერდა კიდეც თავის განუყრელ მეგობარს აი სწორედ იმ საღამოს დუელის წინა ღამეს ის წერდა თავის მეგობარს რომ ძვირფასო მეგობარო ანალიში რაღაც ახალი აღმოვაჩინე ზოგიერთი აღმოჩენა ეხება განტოლების თეორიას სხვები ფუნქციებს რომლებიც განსაზღვრული არის ინტეგრალებით მოდით ეხლა დავიწყოთ დაბრუნდეთ იქ სადაც დაიწყო თვითონ ევარისტ გალუამ თავისი ამბები
ეს ამბები მან დაიწყო 1811 წელს 25 ოქტომბრისა გადაწყვეტა რომ მოვლენოდა ქვეყანას და ის დაიბადა მესიე ნიკოლა გაბრიელ გალუას ოჯახში ბურ-ლა-რენის ქალაქ ბურ-ლა-რენში ეს არის პატარა ქალაქი 10 კილომეტრით დაშორებული პარიზიდან და ხო ქართული საზომით თბილისელი არ იყო სადღაც ყნეთის მიდამოში დაიბადა და ეს ჩვენს რაუბნელი ხარ ამ კითხვას ძალიან გაუჭირდებოდა პასუხის გაცემა. აქ არის გრან ღო როგორც ჩანს დიდი ქუჩა ალბათ ესე უნდა ვთარგმნოთ 54 ნომერი ამ ქუჩისა რომლის ფასადზეც წარწერილი არის მემორიალური დაფა რომ აქ დაიბადა ევარისტ გალუა გამოჩენილი ფრანგი მათემატიკოსი რომელიც 20 წლის ასაკში გარდაიცვალა და ეს არის სწორედ ის სახლი, სადაც ის დაიბადა და ეს დაფა 13 ივნის 1909 წელს იქნა ამ სახლზე გამოკრული და ეს იყო ინიციატივა მათემატიკური განყოფილების იმ დროს მათემატიკური განყოფილების პარიზის უნივერსიტეტის მათემატიკური განყოფილების პროფესორისა რომელიც კარგად ხვდებოდა ვინ იყო მესიე გალუა და ამ ცერემონიას მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ჟიულ ტანერი და უცვლელი მდივანი აკადემიის მეცნიერებათა უცვლელი მდივანი გასტონ დარბუ და ისინი ორივენი სწავლობდნენ სწორედ იმ ნორმალურ სკოლაში რომელშიც თავის დროზე სწავლობდა ევარისტ გალუა და რომლიდანაც ის გარიცხეს რატომ გარიცხეს ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით და რამოდენიმე მეტრის მოშორებით სახლიდან რომლის ნომერი არის 54 სხვა ქუჩაზე ამ ქუჩის მეორე მხრიდან იდგა სახლი, რომელიც ეკუთვნოდა დემანტების ოჯახს და ნიკოლა გაბრიელ გალუა იყო დაქორწინებული ამ ოჯახის ქალიშვილზე მარია ადელაიდა დემანტზე და ამ ოჯახმა სხვაჩვეულის რამდენიმე ისეთი ბრწყინვალე პროფესორი მისცა სამართლის ფაკულტეტს. რაც შეეხება იმას, რომ ამბობენ, რომ მარია ადელაიდა ძალიან ისეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თავისი ვაჟის აღზრდაში, მანამ სანამ მას სკოლაში მიაბარებდნენ და 1858 წელს ჟურნალ მაგაზინ პიტორესკში გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ ცნობაში გალუას შესახებ აღნიშნულია, მის ცხოვრებაში არის ერთი გარემოება, რომელიც ხშირად გვხვდება დიდი ადამიანების ბიოგრაფიაში. გალუას პირველი მასწავლებელი იყო მისი დედა, ჭკვიანი, ფრიად კარგად განათლებული ქალი, რომელიც გაკვეთილებს უტარებდა მას პატარა ბიჭობაში. 1823 წელს 12 წლის ასაკში ის ტოვებს მშობლების სახლს და შედის სამეფო კოლეჯში ლუი ლეგრანში და თუ კი მისი პატარა ბიჭობის შესახებ, ბავშვობის შესახებ მშობლების ეს ოჯახის წევრებისგან ნაკლებად არის რაიმე შემორჩენილი და ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოჯახის წევრების შეფასებით ის იყო ნიჭიერი, სერიოზული და გულკეთილი ბიჭი, აი სამაგიეროდ პედაგოგები არიშურებდნენ მისთვის ტექსტებს, რომ ძნელად შესაწყობი ხასიათი ჰქონდა, რამდენადმე უცნაური მანერები ჰქონდა, ენატლი კინა იყო და მათემატიკის ეშმათი იყო შეპყრობილი. აქ ჩვენ დროებით ვწყვეტ ევარისტ გალუას შესახებ საუბარს რადიო იმედის ეთერში საინფორმაციო გამოშვება გელით, შემდგომ კი ისევ დავუბრუნდეთ მათემატიკას და განტოლებებს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვართ ძალიან მეცნიერულები და ვსაუბრობთ ევარისტ გალუას შესახებ, ბიჭის, რომელიც 20 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბიჭმა, რომელიც იმდენად ბევრი დაუტოვა თავისი 13 გვერდიანი ხელნაწერი შრომებით იმდენად ბევრი დატოვა, რომ ძალიან ბევრი მოკლედ ესე პირად ამას ვერ მოვყვები, ეს ნამდვილად ჩაწერილი მაქვს, ნაწილი ხელზე მიწერია ამის. მე როგორც პატარა ბავშვები წერენ, რომ უკარნახონ საკუთარ თავს ესე დაფასთან რო იდგნენ ხოლმე, ის როგორ გამოსდიოდათ, ეს ჩემთვის უცნობია, ამც რაღაც თავისი ნიჭი უნდა კიდე. და ამიტომ ეს ცალკე მაქვს ამოწერილი განსაკუთრებით და მე უფრო ზუსტად ვისაუბრებ ამის შესახებ. და აი პედაგოგებთან ვიყავით ჩვენ გაჩერებულები, მაშინ როცა უკვე ეს სკოლაში შევიდა, ლიცეუმში შევიდა და იქ არის ერთი ამბავი, რომ ევარისტ გალუას აღიზიანებს სიმშვიდე, შეპყრობილია მათემატიკის ეშმა ყავს შეჩენილი და
ისეთ მითითრევდნენ ნეტა ევარისტგალუას რომელიმე პედაგოგი გაბედავდა ამდენს და ხო გავაგზავნეთ ჩვენ საუბარი რა ხდება მას შემდეგ რაც უკვე ჩვენ სკოლაში შევედით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ მისწერა მან დუელის წინასაღამოს და ოგიუსტ შევალიეს ბარათი და ამ ბარათში სხვაჩეს ბოლოში მიწერილი იყო რომ იმედი მაქვს გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც სასარგებლოდ ჩათვლიან რომ ამ არეულ დარეულობაში ეს არეულ დარეულობა წესრიგში მოიყვანოს და სხვაჩეს მისი დუელის შესახებ არის ძალიან ბევრი მოსაზრება. ენციკლოპედია ბრიტანიკი იმასაც კი ამტკიცებს, იქ გამოქვეყნებულ სტატიაში ყოველ შემთხვევაში არის ესეთი მოსაზრება, რომ თითქოს და ვოლო გამოკვლევების მიხედვით არის ვარაუდი, რომ გალუამ თავად მოაწყო ეს დუელი, თითქოს და მას უნდოდა რომ ესეთი თავდასხმის, პოლიციის თავდასხმის ეფექტი ჰქონოდა ამ ყველაფერს. და მეორე მოსაზრება არის რომ მას ახალგაზრდა ქალის გამო მოუვიდა ეს დუელი ასევე ერთ-ერთი ვარაუდით ეს იყო პეშე დერბენვილი ვისთანაც მას დუელი ჰქონდა მეორე ვარაუდით კი მეორე ვერსია კი ამტკიცებს რომ ეს არ არის ცნობილი საბოლოოდ და დადასტურებული და ეს პეშე დერბენვილი არის ალექსანდრე დიუმას მიერ მოწოდებული ვერსია ჩემს არ მოუწოდებია პირადად და ძალიან ხშირი არის ის რომ როდესაც კითხულობ მის შესახებ სტატიებს იქ არის ძალიან დიდი ისეთი სურვილი იმისა რომ აი რადგან 20 წლის ასახში და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არა და მან თავის ძმა ალფრედს რომელიც ტიროდა მის სასტუმროთან უთხრა კიდეც რომ არიტირო ალფრედ მე მთელი ჩემი სიმხნე მესაჭიროება იმისთვის რომ 20 წლის ასახში მოვკვდე და მე მგონი უკვე აღარ სჭირდება ევარესტ გალუას რომ მე ჩვენ რაღაც ახალი დავამატოთ ახალი ლეგენდები და რაღაცა ისაც იმდენად კარგი ბიჭი იყო რომ რაში ჭირდება ვინმეს მიერ რაღაცა ახალი ლეგენდის შექმნა და მოგონება და ძალიან ძნელია ზუსტად მიხვდე რა არის სიმართლე და აი ახლაც ის სტატია რომელსაც მე ყველაზე მეტად დავეყრდენი გამომდინარე იქიდან ყველაზე ნაკლებად იყო ესეთი აჟიტირებული ამ სტატიის ავტორი ამ შემთხვევაშიც გეჭვი მაქვს რომ იქნებდა რაიმე არასწორად იყო იქნებ თქვენ რამე უკეთესად იცით და ამის შესახებ მაშინ შეგვიძლია ერთმანეთს Facebook-ის გვერდზე გავუზიაროთ მოსაზრებები. და თვითონ გალუას რომ დავუბრუნდეთ ისევ ცნობილია ის რომ 17 წლის ასაკში მან უკვე ძალიან ბევრი გააკეთა მათემატიკის ისეთი განშტოების შესაქმნელად, რომელიც დღესდღეობით საშუალებას იძლევა ისეთი სხვადასხვა მიმდინარეობის და სფეროს არსის ჩაწვდომისა, როგორიც არის რიცხვთა თეორია, კრისტალოგრაფია, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და რუბიკის კუბიკის შესაძლო პოზიციები. ცნობილია ასევე ის, რომ ამავე ასაკში მან ის მეორედ ჩაიჭრა მათემატიკაში ეკოლი პოლიტექნიკში შესასვლელ გამოცდაზე ანუ პოლიტექნიკურ ინსტიტუტად იყო ეს მერე თარგმნილი ანუ პოლიტექნიკური სკოლა კი გამოდის ისევ პირდაპირ ვთქვათ და მას მოუწია რომ უფრო დაბალი რანგის სკოლაში ეკოლ ნორმალში შესულიყო ანუ ეს იყო უმაღლესი პედაგოგიური სკოლა ანუ ნორმალური სკოლა ასე ითარგმნება ალბათ ქართულად და 19 წლის ასაკში იქიდან დაითხოვეს ორჯერ დააპატიმრეს თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე 10 თვე დაახლოებით ჰქონდა მისჯილი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის უნდა მოეხადა ციხეში და ასეც მოხდა ასეც მოუწია სრული 10 თვე არა დაახლოებით 8 თვე მოუწია მე გამომდინარე იქიდან რომ მისი ჯანმრთელობა ძალიან შეირყა ის უკვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს და დუელი სანამ შედგებოდა იმანამდე ესეც სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდა როგორც ეს ძალიან ხურვალე როგორც ის თავის მის ბარათებს თუ დავაყრდნობით ისევ და ისევ თავისი მეგობრის ოგიუსტ შევალიესთვის მიწერილს და მაინც იცით რა არის რაღაც ესეთი მოსაზრება რომ ამ გოგონას გამო მოვიდა ეს დუელი თითქოს და პოლიტიკური მაგრამ მე მგონი მაინც მნიშვნელოვანი არ არის მნიშვნელოვანი არის ის შედეგი რაც მოხდა სამწუხარო შედეგის ლეტალურად რომ დასრულდა ეს დუელი და მნიშვნელოვანი არის ის რომ როგორი რაღაცები
რაღაცები დაგვიტოვა ევარისტ გალუამ 15 წლის ასაკში შეუდგა ისიც სერიოზულად მათემატიკის მეცადინეობას და უკვე 2 წლის შემდგომ გამოაქვეყნა თავისი სტატია უწყვეტი წილადების შესახებ და უკვე მერე შეუდგა განტოლების თეორიაზე მუშაობას რაც მათ ის მიიყვანა აბსტრაქტულ ალგებრულ თეორიამდე ой, ვინმე რო იცოდეს მე როგორ ცუდად ვერ ყვე მათემატიკაში ეს როგორ მაქვს ნამეცადინები ჩემი ოჯახის წევრთან რომელიც კარგად ერკვევა ჩვენი ყველას და საბედნიეროდ ოჯახის წევრების მათემატიკაში ვიღაცა ხონდა ერკვევდეს როგორც გალუებთან მაგრამ ჩემთან უფრო მეტი ხალხი ერკვევა მათემატიკაში ჩემს გარდა ყველა ერკვევა მოკლედ და სხვაჯერს მას მიეწერება ეს ჯგუფთა თეორიის შექმნა მას მიეწერება მიუხედავად იმისა რომ გალუამდე სხვაებიც ავითარებდნენ ამ ჯგუფთა თეორიას როგორც ჩანს ის მაინც აი ამ თეორიის დაფუძნების პატივი სწორედ ევარისტ გალუას მიეწერება რა ხდება შემდგომ ჩვენს ცხოვრებაში ხდება ის რომ ეს უკვე გიამბეთ რომ დედა როგორ ამეცადინებდა მას მანამ სანამ სკოლაში წავიდოდა და მე უკვე სხვაჯერს იქ ის ლიცეუმი რომელშიც ჩვენი ბიჭი სწავლობდა ამ ლიცეუმში თავის დროზე სწავლობდნენ რობესპიერი და ვიქტორ ჰიუგო და აქ ჩამოყალიბდა მისი პოლიტიკური შეხედულებანი როგორც ამბობენ ისეთი ლიბერალური ანტიროიალისტური სიმპათიები რომელიც მას მშობლებისაგან გადმოეცა და ეს მისი შეხედულებანი ემთხვეოდა იმ პერიოდის პოლიტიკურ შეხედულებას რომელიც ლიცეუმის მოსწავლეთა უმეტესობაში იყო გაბატონებული. და პირველი წელი, როდესაც ის აქ იყო, ძალიან დიდი შეხლა შემოხლა ჰქონდა მას თავის ლიცეუმის დირექტორთან ეს ძალიან ცნობილი ბატონი იყო. ცნობილი ბატონი იმ მხრივ რომ ეს ბატონი იყო იმის მხარეს, ვინც ხელისუფლებაში იყო. თუმცა რაღა უცნაური ძალიან ჩვეულებრივი ბატონი ყოფილა და ძალიან ეშინოდა დაახლოებით ესეთი ბატონი იყო, იქნება ოღონდ ბუნტი. და ყველანაირად ცდილობდა რომ თავისი მოსწავლეები რაღაც აელაგმა და ეს პოლიტიკური გამოსვლებისაგან შორს დაეჭირა თავისი მოსწავლეები, მაგრამ მოდით პოლიტიკას თავი დავანებოთ იმდენ დიდი დოზებით არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ამას ყველაფერს ისევ მათემატიკაში დაბრუნება ჯობია, რაც არ უნდა რთული იყოს ამ განტოლებებზე საუბარი ჩვენთვის. როდესაც ეს მათემატიკა აღმოაჩინა ევარისტ გალუამ თავისთვის ძალიან ისე დაუდევრად ეკიდებოდა უკვე სხვა საგნებს ნაკლებად აინტერესებდა და ეს პედაგოგები ამბობენ რიტორიკის პედაგოგები ამბობენ რომ ძალიან დაბნეულია და ძალიან ჩაკეტილია უცნაური ძალიან თავისებურია და მისი პედაგოგიც კი მათემატიკაში მესიე ვერნიე რომელიც ნამდვილად არანაირად არ ცდილობდა რომ გალუა ეს გზნება მათემატიკისადმი როგორმე აელაგმა ან შეემცირებინა მას მაინც ურჩევდა რომ უფრო სისტემატურად ემეცადინა და გალუამ არ იყო ყურად მისი რჩევა და მან გადაწყვიტა რომ პოლიტექნიკურ სკოლაში ჩაებარებინა გამოცდა 1 წლით ადრე ჩაებარებინა და ნაადრევად ჩააბარა მოკლედ და არ გაუვლია მას შესაბამისი მოსამზადებელი კურსი მათემატიკაში თალად მეცადინეობდა და ამ გამოცდაზე ის ჩაიჭრა გამომდინარე იქიდან რომ ამბობენ ყოველ შემთხვევაში რომ ერთ-ერთი მოსაზრება კი ბატონო მოდით და ესე ვთქვათ არის ის რომ მან ესე იგი მაინც და მაინც ესე ღრმად არიცოდა მათემატიკის საფუძვლები და ძალიან ხშირად როცა ამბობენ რომ თავს ინუგეშებენ რომ აი დავშ პაგანინი ესე პაგანინი მერც იმზე დაუკრა და ესეც არ მახსოვს ზუსტად ლეგენდა თუ არა მის ბიოგრაფიაში როგორ არის სინამდვილეში აღწერილი და ამ შემთხვევაში შეიძლება ევარისტ გალუაც მოვიშველიოთ რომ აი მე აღმოჩნდება რომ ის მეორე დაც ჩაფლავდება ამ პოლიტექნიკურში მათემატიკაში და ვერ ჩააპარებს აქ საბოლოოდ მაგრამ ამითი მე მგონი თავი ინუგეშო არ ღირს იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ის ევარისტ გალუა და ამ შემთხვევაში თავშეთ მე და
დაუბრუნდით ისევ ჩვენს ბიჭს და მოკლედ კი ჩავფლავდით ამ პოლიტექნიკურ სკოლაში შესვლისას, მაგრამ სამგეროდ გადავედით უფრო მაღალი რანგის მათემატიკურ კლასში ლიცეუმში, სადაც უკვე პედაგოგი არის ლუი პოლ ემილ რიშარი და რიშარი ძალიან მალე მიხვდა რა ბიჭიც იყო ევარისტგალოა და ხოჭის მან პოლიტექნიკურ ინსტიტუტს თხოვნითაც კი მიმართა, რომ უგამოცდოდ მიეღოთ გალოა, მაგრამ ეს თხოვნა მას მიუხედავად იმისა, რომ ეს თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, გალოასთვის ეს ძალიან დიდი რამ იყო, ძალიან გაამხნევა ამ დამოკიდებულება მესიერიშარისა და 1829 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, გამოვიდა მისი პირველი სტატია და ამ სტატიას ეწოდებოდა ერთი თეორემის მტკიცებულება პერიოდული უწყვეტი წილადების თაობაზე და ეს გამოქვეყნდა მათემატიკის ანალებში, რომელსაც გამოსცემდა ჟოზეფ დიას ჟერგონი. და ეს თუმცა მიუხედავად ამისა, ეს თემა, რომელიც სტატიაში იყო გაშლილი, ეს მაინცდა და მაინც არ იყო მთავარი ინტერესი გალოას მეცნიერული მთავარი ინტერესი იმ დროისათვის ის უკვე ალგებრულ განტოლებებს მიადგა და ის უკვე რომელსაც ისწავლობდა ლაგრანჟის შრომების და მიხედვით და 17 წლის ასაკში მოკიდა მან ხელი ერთ-ერთ ყველაზე რთულ მათემატიკურ პრობლემას, რომელსაც ესე ჩიხში შეჰყავდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩიხში შეჰყავდა მეცნიერები. ახლა ჩვენ დროებით რადიო იმედის ეთერს დავუთმობთ მუსიკას, შემდგომ გელით საინფორმაციო გამოშვება, ამინდის პროგნოზი და მერე ისევ ვისაუბროთ ევარისტგალოას შესახებ. Winter outside, we are together in this long night. We're holding each other, warm against cold. Maybe you already sleep, but I don't know. By my side, and I know we'll be fine. And all I can ask, please just carry on. You're by my side, and I know everything will be fine. And all I can ask, please just carry on. Late and dark, and our daughter's asleep. Close your eyes, put your head on my knees. Don't worry and trust me, we can get through this time. And all I can ask, please just carry on. You're by my side, and I know everything will be fine. And all I can ask, please just carry on. You're by my side, and I know everything will be alright. And all I can ask, please just
კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა ჭკვიანი ბიჭის ევარისტ გალუას შესახებ, ბიჭის რომელმაც 15 წლისამ გაიცნო მათემატიკა, 17 წლის ასაკიდან კი საოცარი მოკლედ ისეთი ამბები დაატრიალა, რომ ხელახლა კიდენ უღა გამომეორებინებთ, ჩემთვის ისეთი რთულია მათემატიკის შესახებ საუბარი და სისტემათა თეორია და რიცხვთა თეორია და გალუას თეორია და ასე შემდეგ, რომ მაინც ჯობია ესე სხვა უფრო მარტივი, ჩემთვის მარტივად მოსაყოლი ამბები მოგიყვეთ. მოკლედ ორჯერ ჩავიჭერით უკვე ჩვენ პოლიტექნიკურ სკოლაში და უკვე იძულებულები ვართ, რომ დავთანხმდეთ იმაზე, რომ ნორმალურ სკოლაში სწავლაზე. თუმცა, ეს უფრო დაბალი რანგის იყო გალუასთვის. და გალუამ გადაჭრა პრობლემა, რომელიც 300 წლიანი პრობლემა, რომელზეც ზოგი მეცნიერი ამბობდა კიდეც, რომ შეუძლებელია ამის გადაჭრა და ეს არის გადაუჭრელი პრობლემა. და მან მოახერხა და გადაჭრა ეს პრობლემა, ის რომ როგორ კეთვით ზუსტად ალგებრულ განტოლებათა რადიკალებში ამოხსნადობა ეს პრობლემა გადაჭრა ევარისტ გალუამ. და თავისი პირველი სტატია მან დაწერა უკვე, მან ეს სტატია დაწერა ეს მისი პირველი სტატია, რომლითაც ის საფრანგეთის აკადემიის წინაშე წარსდგა, ეს შემდგომში გადაიქცა ჯგუფთა თეორიად იქცა და 25 მაისს 1929 წელს ჯერ კიდევ არ ქონდა ლიცეუმი დამთავრებული, როდესაც ის საფრანგეთის აკადემიის წინაშე წარსდგა ამ სტატიით და შემდგომ დაახლოებით 2 თვის თავზე მას ისევ უწევდა ეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოცდის ჩაბარება, მაგრამ მიცით რა ერთი ცნობის და მიხედვით ის თითქოს და ჩაიჭრა და შემდგომ მოხდა ეს ავიამბავი, მეორე ცნობის და მიხედვით თითქოს და გამოცდებამდე მოხდა ეს ამბავი. ამბავი იყო ის, რომ ევარისტ გალუას მამამ თავი მოიკლა. და ეს ძალიან გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, თავისთავად ცხადია. ეს სირთულეს წარმოადგენდა, ამას ემატებოდა ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ ამჯერად უკვე ევარისტ გალუას მხრებზე უნდა გადასულიყო თავისი ოჯახის ფინანსური მხარის მოგვარება. თვითონ გამოცდაზე უკვე ევარისტ გალუას თვითონ განსწავლულობა მათემატიკაში უკვე არანაირად აღარ იწვევდა და მის პედაგოგსაც ძალიან უკვირდა, რატომ ჩაიჭრა ის ამ გამოცდაზე, თუმცა დაახლოებით ვარაუდი არის, ერთ-ერთი ვარაუდი არის ის, რომ რასაც მისი ბარათი ადასტურებს, ციხიდან გამოგზავნილი ბარათები მოგვიანებით, რომ მე უკვე მოსმენილი მაქვს გამომცდელების სიცილი. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ თითქოს და მას დასცინეს და მასხრა დაიგდეს, როდესაც ის თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა და მეორე ვერსია კი ის არის, რომ მან უარი თქვა, რომ გამომცდელების მიერ მოწოდებული და ჩამოყალიბებული პასუხის გაცემის სქემას მიყოლო და ყოველ შემთხვევაში ფაქტად რჩება, ვერანაირად ვერ ხვდებით ჩვენ და ვერ ვხდებით აი ამ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ღირსები. ევარისტ გალუას ნორმალურ სკოლაში უწევს სწავლა და მაშინ როდესაც ის უკვე 1829 წელს აქ ჩასაბარებელი და შესაძლებელი აუცილებელი გამოცდა ჩააბარა, ამჯერად უკვე მიიღეს მათემატიკაში მაღალი ქულების წყალობით და დაახლოებით ამავე დროს მისი სტატია ჯგუფთა თეორიის შესახებ წარდგენილი იქნა მეცნიერებათა აკადემიაში და ამავდროულად ის თუმცა ეს სტატია არ იქნა წაკითხული აკადემიის სხდომაზე. და საქმე ის არის, რომ რეცენზენტად დაანიშნეს ოგიუსტენ ლუი კოში, ეს იყო ყველაზე ცნობილი იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი ფრანგი მათემატიკოსი და კოში უკვე მუშაობდა
კომბინატორიკაზე, რაც იყო წინამორბედი ჯგუფთა თეორიისა და მოგვიანებით მან ძალიან არაერთი ნაშრომი დაწერა, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ჯგუფთა თეორიას, ამაზე იყო მიძღვნილი ჯგუფთა თეორიისადმი და გავრცელებულია ვერსია, რომ თითქოს და კოშმა დაკარგა გალუას ხელნაწერი, მაგრამ უფრო სავარაუდოა და უფრო ესეთი სიმართლის მსგავსი სად ეჩვენება ნაწილს ადამიანებისა, ვინც ევარისტ გალუას ბიოგრაფიაზე მუშაობენ, რომ უბრალოდ კოშმა ძალიან კარგად იცოდა გალუას ფასი, იცოდა მისი აი ამ ნაშრომის მნიშვნელობა და უბრალოდ განზრახ მოეპყრა ესე ძალიან დაუდევრად გალუას ნაშრომს და არის შემორჩენილი კიდეც 1971 წელს აკადემიის არქივებში აღმოაჩინეს 18 იანვრის 1830 წლის 18 იანვრის როდესაც უნდა გამოსულიყო ევარისტ გალუას ნაშრომთან დაკავშირებით კოშის სიტყვით, აი აღმოაჩინეს ეს ბარათი, სადაც ის წერს, რომ დღეს მე უნდა გამოსულიყავი და წარმდგარიყავი აკადემიის წინაშე გალუას შესახებ ნაშრომების ანგარიშით, მაგრამ შეუძლოდ ვარ და შინ დავჩი, წუხვარ, რომ შესაძლებლობა არ მაქვს დღევანდელ სხდომას დავესწრო, ვისურვებდი, რომ თქვენ მომდევნო სხდომის განრიგში შეგეტანათ ჩემი გამოსვლა ზემო ხსენებულ საგანთან დაკავშირებით, თუმცა მომდევნო კვირას, როდესაც კოში გამოდიოდა აკადემიის წინაშე, თავისი საკუთარი მოხსენებით მას არ წარუდგენია ევარისტ გალუას ნაშრომი, არსებობს კიდევ ესეთი ძალიან კეთილგანწყობილი ვერსია, რომ კოშს სურდა, რომ გალუას განევითარებინა უფრო ფართოდ გაეშალა თავისი სტატია და წარედგინა ის აკადემიის ჯილდოზე მათემატიკაში, მაგრამ ეს რამდენად შეესაბამება რეალობას, ამაზეც ამბობენ, რომ ესიც ყველაფერი ნაკლებად შეესაბამება რეალობას და არის იქ რამდენიმე დეტალი მოყვანილი აკადემიის არქივებიდან, რომელიც თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იქნება. ეს რაღაც წმინდა დოკუმენტაცია და ამიტომაც აღარ გადავღლით თქვენს ყურადღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ევარისტ გალუას ჰქონდა ბალახის ჯუტე, რომელსაც საუკუნეებიათ იბავენ და მაინც ამოდის და ის ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებდა. მან დაიწყო თავისი ნაშრომების გამოქვეყნება გამოცემაში, რომელსაც გამოსცემდა ბარონი ფარუსაკი და ამ გამოცემას ერქვა მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა ბიულეტინი. ეს იყო ნაკლებად ისეთი პრესტიჟული გამოცემა, ვიდრე მეცნიერებათა აკადემიის გამოცემები, მაგრამ რას იზამთ და მისი სტატიებიდან ნათელია ის, რომ ის 1830 წელს უკვე ძალიან შორს იყო წასული თავის კვლევებში და იმაზე შორს იყო გასული, შეიძლება თვითონაც არ იცოდა უკვე სად იყო გასული, რამდენად ესეთი ფართო იყო მისი თვალსაჩინო და რა შედეგებს მოიტანდა ეს ყველაფერი. 1831 წელს დაასრულა მან მუშაობა და თავისი ესეთი მათემატიკოს სიმონ დენი პუასონის რჩევით მან თავისი ნაშრომი წარუდგინა მეცნიერებათა აკადემიას და ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი და ის ფაქტი, რომ თითქოს და მან ესე ერთ ღამეში დაწერა ეს ნაშრომი დუელის წინ, ამას აბათილებს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს ერთი წლით ადრე წაიკითხა მან ეს დუელამდე ერთი წლით ადრე წაიკითხა, უბრალოდ იქ არის მინაწერები, მან შეასწორა ეს ნაშრომი დუელის წინასაღამოს და იქ არის მინაწერი ესეთი, რომ ეს დებულება მოითხოვს დამატებით მტკიცებულებას და დრო არ მაქვს. ან დრო არ ითმეს დაახლოებით ასე შეიძლება ალბათ ითარგმნოს და თვითონ გალუას გაგება იმ მხრივ არის რთული, რომ ერთადერთი ნაკლი რაც ამბიც ალბათ მეცნიერებაში ჰქონდა იყო ის, რომ ძალიან სიტყვა ძუნწი იყო. მე გიხარით კიდეც, რომ ის ორჯერ იყო დაპატიმრებული და ერთხელ საბოლოოდ სატუს აღოშიც უკრეს თავი ამ თავისი პოლიტიკური შეხედულებების და გამო და ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ხოჭები, რომ უკვე დუელში გავიწვიოთ ევარისტ გალუა, მაშინ მოკლედ
ბოლო პერიოდი მის ცხოვრებისა ბიოგრაფიებს განსაკუთრებით აინტერესებდათ და ავიენები ამბობენ, რომ ლამის ბიოგრაფიები თვითონ გალუასაც არ უჯერებდნენ და არ უნდათ დაეჯერებინათ, რომ ეს იყო პირადი დავა და კამათი იყო ამ მიზეზი ამ ყველაფრისა და ისინი ეძებდნენ რაღაცა პოლიტიკურ ხლართებს და უნდათ რომ რაღაცა სხვა უფრო ისეთი მნიშვნელოვანი ვერსია შეემუშავებინათ. ვერსია გითხარით კიდეც რომ ბოლო დროს ისეთიც კი წამოვიდა რომ თითქოს და თვითონ ევარის გალუამ მოაწყო ეს ყველაფერი და ეს დუელი მოაწყო იმისათვის რომ ეს რაღაც ყოფილიყო თითქოს და რაღაც პოლიციელები დაესხნენ მას თავს და ეს იყო რაღაცა პოლიტიკური შურისძიება მასზე. არ მგონია ასეთი ფართო გაქანების ადამიანს ასეთი ვიწრო ინტერესები ჰქონოდა. მისი ძმა ალფრედ გალუა ამტკიცებდა რომ ევარისტი განზრახ მოკლეს და რომ ის რომ მკვლელი ანტირესპუბლიკელებმა მოისყიდეს. დიუმას ვერსიით, ალექსანდრე დიუმას ვერსიით გალუას მოწინააღმდეგე იყო პეშე დერბენვილი, ესეთი მგზნებარე რესპუბლიკელი და ეს არის ერთ-ერთი ვერსია, მაგრამ არ კიდე ვერსია, რომ თითქოს და ხო ნუმერი არის ის, რომ როდესაც მეფის აგენტები აღმოაჩინეს და გამოაშკარავეს დერბენვილი არ ყოფილა ამ სიაში და შესაბამისად ეს არ იქნებოდა არანაირად პოლიტიკური მხარე, მოკლედ პოლიტიკამ მაინც გადაგძალა მეცნიერებაში და ესე ერთს დუელის წინაღამეს ის წერს ბარათს ერთს წერს თავის განუყრელ მეგობარს ეს სწორედ იმ ცნობილ ბარათს რომელიც მანას მისწერა რომ იმედი მაქვს რომ ვიღაცა მოინდომებს და ამ არეულობაში სინათლის შეტანას ისურვებს და დუელი შედგა 30 მაისს ეს ყველაფერი ძიუმა გალუა აღმოაჩინეს მერე მიტოვებული ჟანტის ახლოს მდებარე ტბორთან და ის გამლელმა გლეხმა იპოვა შემთხვევით და გადაიყვანეს ის ჰოსპიტალში. მასთან ერთად იმ წუთას ვისაც მოასწრეს რომ შეეტყობინებინათ, ეს იყო მისი უმცროსი ძმა ალფრედი, რომელსაც მან უთხრა, როგორც ამბობენ, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომ არიდირო ალფრედ, მე მთელი ჩემი სიმხნევე მესაჭიროება იმისათვის, რომ სიცოცხლის ასაკში მოვკვდე. ევარისტ გალუა გარდაეცვალა დუელიდან მეორე დღეს, დილის 10 საათზე ის დაასაფლავეს 2 ივნისს და მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია, იმიტომ რომ ის დაასაფლავეს მონპარნასის სასაფლაოზე საერთო საფლავში. თქვენს მენდით რადიო იმედის გადაცემას კატოს საღამოები, მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ ხვალ საღამოში ვხვდებით, უსმინეთ რადიო იმედს. კატოს საღამოები რადიო იმედზე.